ვიწყოთ. შენ იღებ უკვე? მოკლედ. დღეს მინდა გაჩვენოთ თუ როგორ ვაკეთებთ სახლში მუსიკას. პატარა სახლის სტუდია გვაქვს მოწყობილი. სულ რაღაც 16 კვადრატში ხდება ეს ყველაფერი და ასეთი იდეა მოგვივიდა მე და გოგონას, რომ ჩაგვეწერა რაღაც მუსიკა YouTube-ისთვის. გოგონას ვკითხე რამე ტექსტის მოფიქრება თუ შეეძლო და მოიფიქრა ასეთი სიტყვები shake your tummy. ამ სამ სიტყვაზე გადავწყვიტე და გვეწყო მუსიკა. მუსიკა მე მოვიფიქრე, რაღაც იდეები მაქვს და მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში ვაწყობთ რითმს. ხან რითმს ვაწყობთ, ხან არა. გააჩნია როგორც მოგვიხერხდება. ნუ ამ შემთხვევაში ვაწყობთ რითმს. მოდი დავიწყოთ კიკით. ეს კარგია. ჩვენ დავაწყოთ ახლა ენერგიული რითმი. რაიმე ესეთი ექსტრავაგანტული. დავიჯეროთ ტემპი. მეტრონომით. ჩქარია. 114. მე მგონი კარგია. ახლა დავიწყოთ დრამის აწყობა. დრამს ვაწყობთ ასე. წკაპ, წკაპ, წკაპ. რაღაც ასეთი გვინდა ახლა. Snare. არ არის დოლივით. ახლა გვინდა შეიკერი და ჩვენი გოგონა მოგვაწოდებს მიკროფონს. ეს კი, ახლა გვინდა ასეთ რაღაც. დავამატეთ შეიკერი. ახლა გვინდა ჰეტი. მასტროუციოთ. ახლა ჰეტს დავუწიოთ ცოტა. შეიგერეთ ვარ ისმის. ასეც ჩვენი რითმი. ახლა გვინდა კლავიში. piano. Apple case. So. Awesome. Კარგი, ახლა ეს პიანო დავამატოთ აქ და გადავამრავლოთ. ჯერჯერობით ეს გვაქვს. კარგი. კარგი, ახლა გიტარა ჩავწეროთ. კაი, ახლა მაღალშიც ჩავწეროთ გიტარა. ახლა რამე მელოდია გვინდა. კარგი, გიტარას მოვჭით. ახლა სოლოზეც ვიფიქროთ ცოტა. ეგარს. ოკეი, გიტარა მოვჭით, გადავიდეთ ვოკალზე. ვოკალს ჩაგვიწერს ჩვენი გოგონა. მოვძენდით, გალბატონო. წავიდეთ. Shake your tummy. Shake your tummy. Shake your tummy. Shake your tummy. კარგია. კარგია, რა ტექსტი გაქვს მომზადებული? არ მახსოვს. Kristen Tarn, Feel the Vibe. ის ბექ ვოკალები დაატო ახლა, ნამდვილად თავისი ხმით იმღერებს. Twist and turn. ის როგორ ჩაწერა? მე მგონი დაყრუდი. კაი.
გოგონა გავაგდეთ და ახლა ალბათ წამიქცევს ყველაფერს. მოკლედ უკვე ავაწყოთ მუსიკა. მოდი მოვისმინოთ რა გავაკეთეთ. აი ეს გამოვიდა ჩვენი ვოკალები. ეს არის გიტარა, რაც ჩავწერეთ. მოდი ახლა ნახოთ პიანინოები რა შვებიან. დიდს არაფერს არ შვებიან. ეს არის რა? ამ ყველაფერს ახლა დავმიქსავთ. მიქსერში გადავიტანთ ყველას. ოღონდ ის მიქსერი კი არა, სახში რო გაქვს. ასეთი მარტივი მოძრაობით გადავიტანთ ყველაფერი მიქსერში. და აქ გვიჩანს ყველაფერი რა როგორ არის. ახლა დავამატებთ ამ ყველაფერს ეფექტებს. უფრო სივრცე მივცეთ ჩვენს მუსიკას. აი, ესმის. როცა ჩერდება მუსიკა, მაინც ისმის. აი ესეთი ხმები აქვს. ეგ არის. ახლა მოდი ეს ყველაფერი ამოვეექსპორტოთ wave file. ყველაზე ხარისხიანი ფაილი და დავაწეროთ shake your tummy. ეს არის ჩვენი მუსიკა. ახლა გოგონა ისწავლის ჯერ ანიმაციის გაკეთებას. შემდეგ ამ მუსიკაზე გააკეთებს ანიმაციას და შემოგთავაზებთ დასრულებულ ვერსიას ამ მუსიკის, თავისი ანიმაციით და ყველაფრით. ამიტომ არ გადართოთ, ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს და გამოიწერეთ ჩვენი არხით, ლაიქეთ ეს ვიდეო, თუ მოგეწონებათ, დაგვიწერეთ კომენტარები. რა თქმა უნდა, ჩვენთვის თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი გოგონა სტუდიაში. გოგონა. იდეა ასეთი, რომ გავაკეთოთ ანიმაცია აპლიკაციაში, რომელიც არ ვიცი. და რატომ ვაკეთებ ამას? მაქვს ნაყიდი პადში აპლიკაცია Procreate Dreams. და ეს აპლიკაცია შეშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ frame by frame ანიმაცია. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კადრს ხატავ. ახლა ანუ სანამ ანიმაციას გავაკეთებთ ამ მუსიკაზე, იქამდე უნდა ვისწავლოთ ეს აპლიკაცია და მინდა გაგიზიაროთ ეს სწავლის პროცესი თქვენც. პირველი ეტაპი არის პროგრამის ნავიგაციის შესწავლა. ვეძებთ Procreate Dreams-ის რამე ტუტორიალს. ხო, მოკლედ მე ამ ტუტორიალს მივყვები. სწავლის პროცესს ავაჩქარებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერი მინდა გაგიზიაროთ, რომ მოგცეთ ინსპირაცია რა. ანუ ძალიან მინდა, რომ ბავშვები ვინც გვიყურებენ ან მოზარდებიან ნებისმიერ ასაკის ხალხი, დაინტერესდეს ამ სწავლის პროცესით, იპოვოთ მოტივაცია. და ანუ ძალიან გამიხარდება თუ ამ შემთხვევაში მოტივატორი ვიქნებით ჩვენი არხი. დავიწყოთ. დავამთავრე ეს ტუტორიალი, უკვე რაღაც ნავიგაცია და რაღაც მინიმალური დეტალები შევისწავლე ამ აპლიკაციის და ეხლა დროა დავიწყოთ ჩვენს ანიმაციაზე მუშაობა. ჩემი ინსპირაცია ყოველთვის არის ხოლმე რაღაც მელოდიან, მუსიკან, რაღაც ასე შემდეგ, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან მოყვარს მუსიკა და ხშირად მაძლევს ინსპირაციას. შესაბამისად, რამოდენიმეჯერ მოვუსმენ ეხლა მე მუსიკას და რაღაც იდეები რაც მომივა, კადრები რაც წარმომიდგენია, ის კადრები უნდა გამოვსახოთ სცენების სახით. ანუ ერთი სცენა, ორი სცენა, სამი სცენა და ასე შემდეგ. რამდენი სცენაც ჩვენ გვინდა იყოს ანიმაციაში. ახლა ამ ყველაფერზე გადავიღებ დაახლოებით კადრებს, ვიდეოებს, რომ წარმოდგენაში მქონდეს პროპორციულად და რაღაც როგორ შემიძლია ავსახო ეს ყველაფერი.
და მე დაგიბრუნდებით. და მეგობრებო, გადავიღეთ რაღაც კადრები, რომელსაც ამოვანათებ, თუმცა იმდენად მიყრილ-მოყრილია სახლში ყველაფერი, რომ ეგ დაიგნორეთ. თავარი არის კადრები და მოძრაობები გვაქვს. ეხლა ჩვენ აქ შემოვიტანოთ ეს ვიდეო, რაც ჩვენ გადავიღეთ რეფერენსად, ხო? აი ასე, ეს აღარ გვინდა, ეს ასე დავაზუმოთ. ხო, ეხლა ჩვენ ამ სტილში უნდა დავხატოთ აი ეს. და ვიწყებთ ხატვას. კარგი. და მეგობრებო, გავიდა ბოლო ვიდეოდან, ბოლო კადრიდან 2 დღე. მე შეუსვენებლად დილიდან საღამომდე ვხატავ ამ სკეჩებს და დაახლოებით რომ გითხრათ რამ ხელაშნო მადევს 15 წამის მონაკვეთისთვის 155 ჯერ დავხატე ტუჩი და შემდეგ 155 ჯერ იგივე ტუჩი გავაფერადე. ცოტა ფსიქიკურად აღარ ვარ ჯამთელი. Hello. Hi, hello, how are you? შენ გამოიწეკვად. ეს ჩემი კვოტაცია. მაგრამ საინტერესოა ბოლოს რა გამოვა, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ. Hello, friend. და მეგობრებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გაგორდა ეს. და მეგობრებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მინდა გითხრათ რომ ბოლო ვიდეოდან გავიდა 2 კვირა. 2 კვირის განმავლობაში ვაკეთებდი ამ ანიმაციას და არც კი მეგონა და ვერც კი წარმოვიდგენდი დასაწყისში რომ ამხელა შრომა მექნებოდა ჩასადები ამ ვიდეოში. სიმართლე გითხრათ, არც მახსოვს უკვე რა მაქვს გადაღებული და რა არ მაქვს გადაღებული. უბრალოდ იმხელა პროცესი იყო ამაზე მუშაობა ამ ყველაფერზე, რომ რაც მნიშვნელოვანი იყო და როდესაც რაღაცას ვაკეთებდი, ის მომენტი მე მგონი გადაღებული არც მაქვს, იმიტომ რომ იმხელა პროცესი იყო გადაღების, რომ ყველაფერი, ყველა ჩიპი და ყველა ის გადაივსო რა. და ამიტომ მე შევწყვეტე ვიდეოების გადაღება, გავაგრძელე მუშაობა და ახლა მინდა რომ მოკლედ აგიხსნათ და მოკლედ შინაარსი გითხრათ იმის თუ რა გავაკეთეთ და როგორი პროცესია მსგავსი ანიმაციის კეთება. ამ სკეჩების მიხედვით გადავიღეთ ვიდეოები, რომელიც დამეხმარებოდა ვიდეოს ანიმაციად გადაკეთებაში თუ ან მოძრაობების სწორად აღქმაში. შემდეგ ამ Procreate Dream-ში შემოვიტანე ეს ვიდეოები. ვიდეოში რაც მქონდა გადაღებული, იმას შემოვავლე აი ესე ხაზები. ნახეთ, თითო კადრად, თითო წამში არის 15 კადრი. ჩემს შემთხვევაში. შეიძლება იყოს 24, შეიძლება იყოს 8, ან თქვენ რამდენიც მოგინდებათ, რამდენიც ჭირდება, რამდენიც ჩათვლით საჭიროდ რო ჭირდება თქვენს ვიდეოს. ჩემს შემთხვევაში მე ავირჩიე 15 კადრი. რაც იმას ნიშნავს მეგობრებო, რომ ერთი წამისთვის უნდა გქონდეს 15 ნახატი. 15 ჯერ უნდა დახატო ერთი და იგივე. ერთი წამზე მეტი ხო გჭირდება ერთი მოძრაობა, ან გიწევს დახატო 30 ჯერ, 50 ჯერ ერთი კადრი რა, სანამ დალუპავ ამ ყველაფერს. Procreate-ში დავხატე ჩვეულებრივ აი ეს მაგიდა და ასევე ფონი, სცენა და დანარჩენი დეტალები ყველაფერი. აი ფონსაც განახეთ, აი ფონი ასე მაგაკეთებული. იგივე გავაკეთე უკვე გოგონას ანიმაციაზე, ანუ ჩემს ანიმაციაზე. დავხატე ასევე კადრები, როგორ ამოძრავებს მუცელს, ცალკე შემექნა დასახატი როგორ ამოძრავებს პირს, თვალებს, თმებს, ანუ მთელი დღის განმავლობაში ვხატავდი ერთ პოზას.
100-ჯერ და 200-ჯერ ერთ და იგივეს. ამ ეტაპზე ეს არის მე როგორც მუშაობ და თქვენ თუ გაქვთ უკეთესი გზა და უფრო მარტივი ამ ყველაფრის გასაკეთებლად, შეგიძლიათ დაგვიწეროთ კომენტარებში და გაგვიზიაროთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ჩვენს ნამუშევარზე, როგორ მოგეწონათ და გაგვიზიაროთ თქვენი ნებისმიერი აზრი, რა თქმა უნდა. აი გიტარის შემთხვევაში ახლა მამუკა როდესაც უკრავს, იქ ძალიან ბევრი კადრი იყო. როდესაც ამ გიტარას წევს, როდესაც უკრავს, როდესაც შემოსრიალდება, როდესაც ძალიან ბევრი კადრი იყო, ბევრის დახატვა იყო საჭირო. აი ძალიან რთული იყო ამ კადრის დახატვა, სადაც მღერი ტუჩი უნდა გაყოლოდა აუცილებლად, ანუ მოძრაობით სიმღერას უნდა დამხევდა და ამიტომ მომიწია ტუჩის სათითაოდ დახატვა მეგობრებო, სადღაც 200-ჯერ თუ 300-ჯერ დავხატე ეს ტუჩი და 300-ჯერ გავაფერადი. ძალიან რთული იყო, არის ერთი კვირა მარტო მუშაობდი აი ამ რაღაცა 15 წამიან კადრზე. ნუ სულ ეს არის მუშაობის პრინციპი რა და ანარჩენი არის დამოკიდებული თქვენს აზრზე, წარმოსახვაზე. ასეთი იყო ეს ვიდეო, არ ვიცი როგორი საინტერესო გამოვა თქვენთვის. იმედი მაქვს რაღაც мотиваციას მოგცემთ. დაგვიწერეთ კომენტარებში თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ ჩვენი მუსიკის ვიდეო და ჩვენი ანიმაცია. თქვენი გამოხმაურებიდან გამომდინარე, ვეცდებით რომ კიდევ გავიმეოროთ მსგავსი ვიდეოები. მართალია ხშირად ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომის ფასად გვიჯდება ეს ვიდეოები, მაგრამ როცა შეძლოთ აუცილებლად გავაკეთებთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიწერეთ კომენტარებით, ჩვენ კი მომავალ ვიდეომდე გემშვიდობებით. კარგად.